ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი უახლესი ისტორიისთვის ამბავი, რომელიც არის მარადინული ნაწილი ჩვენი მთავარი თავგადასავლის ჩვენი ისტორიის. საუკუნეების მანძილზე ძალიან ბევრი დიდი იმპერია იყო ამ ჩვენს მიწაზე, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი წარსულის პრობლემების შემქმნელი, მაგრამ ყველა შემთხვევაში როგორც არ უნდა ყოფილიყავი და რამდენ ხანსაც არ უნდა ყოფილიყავი დაპყრობილი, ჩვენი თავარი სურვილი და მიზანი მაინც იყო თავისუფლება და მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისათვის ბრძოლა. მაშინაც კი როცა დაპყრობილი ვიყავით, ერთი წუთი, ერთი დღე არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ ადამიანებს არ ეფიქრა თავისუფლებაზე. 1918 წელს ბავშვი მიჩვეულივად აღვნიშნეთ, როგორც ვითარება, როცა დამოუკიდებლობები აღმოჩნდით სხვა ფაქტორების გამო. თვითონ ჩვენი იმპულსი, ჩვენი ბრძოლა არ იყო წინაპირობა. სულ ასე არ იყო, ვინც კარგად იცის უახლესი ისტორია და რა უსწრდა წინ 1918 წლის დამოუკიდებლობის აღდგენას, დამეთანხმება, რომ ეს იყო უზარმაზარი ენერგია, უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც გავიღეთ იმისათვის, რომ ისევ აღვედგინა დამოუკიდებლობა, მინდა რომ ისი აღვნიშნოთ, რომ არავისთვის საქართველოს მომავალში აწყოში არ იყოს საკამათო ეს თარიღი, არ იყოს საკამათო თავისუფლების ფასოლები, რომ ადამიანი და ყველა ხალხი და ყველა ერი და თითოეული ჩვენთაგანი იბადება თავისუფლებას. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ადამიანისთვის თავისუფლება და სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა.